ტურები ქალაქის ერთ-ერთ დასახლებაში ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე გარეული ცხოველები მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. მტაცებლები დასახლებულ პუნქტში დღის საათებში გადაადგილდებიან, შესაბამისად ადგილობრივები საშიშროების წინაშე დგანენ. ტურების სიმრავლეს ხელვაჩაურის სოფლებშიც უჩივიან. ცხოველისაგან შეწუხებულ ადგილობრივებს გამგებელი ეკალ ბარდების გაჩეხვისკენ მიუთითებს. ურახში ადგილობრივებს შინაური ფრინველები აღარ ყავთ. მიზეზი ზედაღილის დასახლებაში ტურების სიმრავლეა. როგორც აქ ამბობენ, გარეული ცხოველი ქათმებთან ერთად ძაღლის ლეკვებსაც ერჩის. ადგილობრივებს ტურებთან გამკლევება შიშველი ხელებით უხდებათ. ძალიან მოხშირდა ტურები, ხშირია შემთხვევები დღისითაც გამოდიან. ბავშვები ეზოში აღარ გამოიშვება, იმ მდგომარეობაში ვართ და საქონელზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ვერ გავუშვებთ ისე. იმ დონეზე არიან ტურები მომრავლებული და ქათმები რა თქმა უნდა გამოვწყვიდეთ. პატარა ლეკვებსაც ჭამს ისეთი მავნე ტურები არიან, ვერ გავუშვებთ ლეკვსაც, ერევიან. ძალიან ხშირად მოდიან დღისითაც ტურები, ბაღჩაში მუშაობდა ბიძია ჩვენი და მეორე ტერასზე მოვიდა და ქათამი წეიყვანა. იმდენი გათავხედებული არიან. ზედაღილის მსგავსად ბოლო დროს ტურების სიმრავლეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც უჩივიან. სოფელ ჯოჭოში ტურა გუშინ სოფლის ცენტრში დღისითაც ნახეს. სოფლის მკვიდრნი ამბობენ, რომ გარეულ ცხოველს ხაფანგს უგებენ. აგერ მევიდე გუშინ, აგერე ძაღლი ვარ, ესე აგერ იყვე და ვერ გამოვედი გაიძღამეში. არის ქვეყანა. ხამეში არ გეივლება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფიქრობენ, რომ ადგილობრივებმა ეკალბარდით მოცული ტერიტორიები უნდა გაასუფთავონ. ნადიმ ვარშანიძის თქმით, ტურებისგან თავის დაცვა ამ გზითაა შესაძლებელი. დაამუშავონ, გაწმინდონ ის ტერიტორიები, ის მიწები, სადაც ტურის, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ბუდედ და ბუნაგებად იქცა. ესაა ყველაზე კარგი გამოსავალი. საქართველოს გარემოს დაცვის სამმართველოში განმარტავენ, რომ გარეული ცხოველის თავდასხმის ან საკუთრების განადგურების შემთხვევაში მოქალაქეს ტურის მოკლა შეუძლია. ოღონდ ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში მან უწყებას დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს. გარდა ამისა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სამინისტროსთვის წერილობით მიმართვის შემთხვევაში ტურის ლიკვიდაციის ნებართვა მიეცემათ. თუ მოსახლეობას აწუხებს გარეული ცხოველი, ნებისმიერი გარეული ცხოველი, თავდასხმის მომენტში ამ ცხოველის გარემოდან ამოღება არ საჭიროებს წინასწარ თანხმობას ან ნებართვას სამინისტროს მხრიდან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევების მატების ძირითადი მიზეზი გარეული და მაწანწალა ცხოველების მხრიდან თავდასხმის ფაქტების გახშირებას უკავშირდება. სააგენტო მოსახლეობას ურჩევს მოირიდონ ასეთ ცხოველთან კონტაქტს.